მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრე ავტოინსტრუქტორი, მართვის მოწვევის აღების მსურველებს ვეხმარები ქალაქის გამოცდის ჩაბარებაში, მარტივად და ნაკლები სტრესის გარეშე. ეხლაც მინდა შემოგთავაზოთ სამარშრუტო გზები. ამ სამარშრუტო გზებზე გამახვილებული იქნება ყურადღება, მხოლოდ და მხოლოდ გზებზე, ყურეთ როგორი რაღაცაა. ჩემი რჩევა იქნება, რომ სამარშრუტო გზების შესწავლა მხოლოდ მის მერე დავიწყოთ, რაც უკვე პრაქტიკები გვექნება ქალაქში გავლილი, კარგად ასე თუ ისე გვეცოდინება, ხო, ელემენტარული წესები, ზოლიდან ზოლში გადასვლები, რა არის სამოხრუჭე მანძილი, როგორ შევიდეთ გზაჯვარედინზე, იმიტომ რომ სამარშრუტო გზებზე ორივეს ერთად ფიზიკურად ვერ აგიხსნით და ვერ ჩავეტები, ხო, ლაპარაკსაც ვერ მოვასწრებ, ყველაფერი რო აგიხსნათ. ამიტომ ამ სამარშრუტო გზებით მინდა კონცენტრირდეთ მხოლოდ და მხოლოდ გზაზე. რომ რაც შეიძლება იოლად გავიაროთ ეს სამარშრუტო გზები და იოლად ავიღოთ მართვის მოწმობა. მოდი დავიწყოთ გამოცდა. პირველ რიგში როგორც კი ვჯდებით, ხო? მანქანაში აუცილებლად პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, მოვირგოთ სავარძელი. სავარძელის მორგებაც უკვე გვეცოდინება როგორ უნდა, ხო? სამი ეტაპისაგან შედგება, ფეხები გავასწოროთ კარგად, სიმაღლე, ზურგი, თავიც, მხოლოდ მერე შევიკრათ ღვედი. და ღვედს რო შევიკრავთ, შემდეგ გადავდივართ უკვე მანქანის დაქოქვაზე, ხო? აუცილებლად სანამ მანქანას დაქოქვას დავიწყებდეთ და გასაღებს გადავწევდეთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ რას, ხო? ხელის მოხრუჭი ამოწეულია თუ არა და აუცილებლად გადაცემათა კოლოფი თუა P-ში ჩაგდებული, პარკინგში, ხო? თუ გადაცემათა კოლოფი იქნება D-ში, N-ში და იმაში ვერ დაიქოქება მანქანა, დავიბნევით და შეიძლება რა თუ ვერ დავქოქეთ მანქანა, აუცილებლად ჩავიჭრევით, ხო? ამიტომ აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ მაგას, თუ არ იქნება საწყის მდგომარეობაში და პარკინგში არ იქნება გადაცემათა კოლოფი, აუცილებლად ჯერ პარკინგში დავაბრუნოთ და მხოლოდ მერე დავიწყოთ მანქანის დაქოქვა, ხო? მანქანის დაქოქვას უკვე P-შიც რო გადავიტანთ, როგორ ვიწყებთ? აუცილებლად მოხრუჭზე უნდა დავადგათ ფეხი, გადავწიოთ გასაღები ერთხელ, დაველოდოთ ორი წამი. გადავწიოთ მეორედ, რომ დაიქოქება მანქანა ძრავის ხმასაც რო გავიგებთ, ორი წამი დაველოდოთ და მერე გავუშვათ გასაღებს ხელი, ხო, დიდხანს ესე გადაწეულ მდგომარეობაში გასაღების დატოვება არ შეიძლება. მანქანას როგორც კი დავქოქავთ, შემდეგ დავიწყოთ უკვე სარკეების გასწორება. სარკეების გასწორება უკვე ვიცით, საიდანაც სწორდება, ხო, როგორ უნდა გავასწოროთ, ორივე სარკეს კარგად გავასწორებთ, კარგად მოვირგებთ, შუა სარკესაც კარგად გავასწორებთ და უკვე მზად ვართ გამოცდის დასაწყებად, ხო? რუსთავში გამოცდა აი ამ ადგილიდან იწყება, ახლა მანქანები რო არიან გაჩერებულები, ზუსტად მანდ რომელიმე მანქანაში ჩაჯდებით გამოცდის დროს, ესე გავაკეთებთ ყველაფერს და დადვრისთანავე უნდა ჩავთოთ აუცილებლად მარცხენა ციმციმამ. ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ გარედან ვიწყებთ შიგნითკენ შეგვიშვებს. ჩავუწევთ ხელის მუხრუჭს, გადმოვიტანთ D-ში, ციმციმა მარცხენა უკვე ჩართული მაქვს. გავხედებით, გამოვიხედებით აუცილებლად დაფარულ ზონებს. და დავიწყებთ მოძრაობას, ხო, აი წინ კარები რო არის, მხოლოდ აი ამ კარებიდან უნდა გამოვიდეთ. ახლა ამ შემთხვევაში მე ამ მანქანებს ყურადღებას არ მივაქცევ. ჩათვალე რომ აი ამ კარებიდან გამოვდივართ, ხო, ახლა სანამ კარებიდან გამოხვალ და ცხვირს გამოწევთ გარეთ, აუცილებლად მხრითვე იქიდანვე იყურებით წრიულთან, როცა არავინ არ იქნება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოვალთ უკვე და შემოვალთ წრეზე. აქ უნდა მარჯვნივ ვიმოძრაოთ, აქ არ ჩაუხვევთ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ ნიშანია რომ შესვლა არ შეიძლება. გამოვალთ წრიულთან, აი აქ უნდა ჩაუხვიოთ, ხო? აქ ჩაურთავთ ეგრევე მარჯვენა ციმციმას და ესე ჩამოვალთ. ნახე? ჩემი რჩევა იქნება, რომ აი გარე ზოლიდან ჩამოვიდეთ ხოლმე რა. შიგნიდან ახლოში არ ჩამოუხვიოთ და რატომ? აქვეა ხოლმე დაბკოლებები, ტაქსები აჩერებენ, ხალხი მოძრაობს და ეგ დაბკოლებები ჩვენ ვარ შეგვეყვა, ეს მანქანაც კიდე ნახე ზოლიდან როგორ არის გამოწეული. თუ იმ ზოლთან ახლოს ვიმოძრავებთ, ეგ დაბკოლებაც კი ჩვენი პრობლემა იქნება, უნდა ჩაურთოთ ციმციმა, გახედოთ ვის და რაღაცა. ამიტომ თავი რო არ ავიტკიოთ, გარე ზოლიდან ჩამოვიდეთ და გარე ზოლისკენ უფრო ვიყოთ ხოლმე, ხო? ახლა ეს მანქანა საერთოდ გვიკეტავს გზას, ამიტომ სულ ოდნავ დაველოდები. ნახე მიდის, რო არც წასულიყო ზოლის გადაკვეთის შემთხვევაში, ნახე ჩაურთავდი მარცხენა ციმციმას, წინა მანქანასაც გამოვატარებდი აუცილებლად და მხოლოდ მერე ავაცელდი, ხო? ამ შემთხვევაში ყველაზე კაი გამოსავალი იქნებოდა, რომ დავლოდებულიყავ, უბრალოდ ახლა ნახვა მინდოდა, როგორ შეიძლებოდა აცელა, მაგრამ ნუ არ დამაცალა. ამიტომ უბრალოდ დაელოდებოდი და გააგრძელებდი მოძრაობას. 300 მეტრში მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის.
ნუ დაბრკოლების აცელა როგორც ხდება, უკვე უნდა ვიცოდეთ, ხო, მარშრუტზე რომ გამოვდივართ, აუცილებლად წინ მანქანასაც გამოვატარებდი, გავიხედებოდი სარკეში, გავხედავდით მხრითაც ფანჯარაში და მხოლოდ ისე გავაკეთებდი მოხვას. ამ შემთხვევაში ნახე მე ძალიან პატარა ადგილი მრჩება იქ. ამიტომ ჩაურთავ მარცხენა ციმციმას, გავიხედები, ოდნავ გადმოკვეთავ ზოლს. ჩაურთავ მარჯვენა ციმციმას, გავიხედები სარკეში, დაფარულ ზონას გავხედავ და დავბრუნდები ზოლს. ისევ ჩემ ზოლში. ამ შემთხვევაში ჩვენ მარჯვნივ უნდა მოვიწიოთ, რადგან უკვე კომპიუტერი მალე მოსახვევი მარჯვნივ გვეტყვის, მალეზე ჩაურთავ ციმციმას, ახლიდან მარჯვენას. აქ ნახეთ, ჯერ მოხვევა გავაკეთოთ და მხოლოდ მერე გავიხედოთ ხრით კარგად, ხო? შემოვედით ამჩქარებელში, ჩაურთე მარცხენა ციმციმა, გავხედე მანქანები უკან არ მოდიან, მხოლოდ უკან რომელი მანქანაც მომზევდა ის გამოვიდა, მაგრამ მაგას გავასწრებთ და ნელ-ნელა ნახე გადმოვალ უსაფრთხოდ შემოვერთდები გზას. როგორც კი 4-ვე საბურავით შემოვალთ, მხოლოდ მე ვთიშავ ციმციმას, ხო? 8-ვე მარშრუტი ზუსტად ესე მოდის. მხოლოდ მეორე და მე-4 მარშრუტზე მალევე გვეუბნება 500 მეტრში მოსახვევი მარცხნივო და ეგ სასტუმროს ჩასახვევი რო არის, მაქედან ჩადის მეორე და მე-4 მარშრუტი. სხვა დანარჩენი 6 მარშრუტი მიდის პირდაპირ თბილისის ქუჩაზე. აქ 70-იანი გზა გვაქვს, ამიტომ 60-65-ით ვიმოძრავთ, როგორც ახლა ნახე, მანქანები მაძლევენ საშუალებას, ამიტომ 66-ით მოძრავ ამ მომენტისთვის. ამ ნახე ჩასახვევში მეორე მე-4 მარშრუტი სადაც ჩადის, ძალიან ფრთხილად ვიყოთ. აი მანქანა ხო იმ მანქანას შეიძლება გაჩერებაც მოუწიოს, ხო წინა მანქანები უნდა გამოატარო რაღაცა და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს გაჩერება. აქ არც არიდების საშუალება გვაქვს, არც გასწრების და არაფერი, უბრალოდ უნდა დაველოდოთ. აი ესე დაველოდებით. გზა რო გაგვითავისუფლდება, მხოლოდ მერე ვაგრძელებთ ჩვენ მოძრაობას. 300 მეტრში მოსახვევი მარცხნივ გვეტყვის. ნუ აქ ჩაუხვევ და მეორე და მე-4 მარშრუტი, სხვა დანარჩენი, როგორც გითხარით, 6 მარშრუტი ამ გზაზე მოდის და თბილისის ქუჩაზე ჩადის. უკვე ველოდებით ახალ მითითებას. მალე მოსახვევი მარცხნივ რო გითხრას კომპიუტერმა. ამ შენობასთან დაახლოებით რომ მოვალთ, უკვე შეგვიძლია გასაც აუშვათ ფეხი და დაველოდოთ მალეს. მალე მოსახვევი მარცხნივ რო გვეტყვის კომპიუტერი, ეგრევე ურთავთ მარცხენა ციმციმას, ოდნავ მოვიწიოთ უწყვეტი ზოლისკენ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავკვეთოთ, ხო? მარცხენა მხარეს რატომ მოვიწიე, რომ აქედან გავატარო მანქანები. გამოვატარებ ახლა იმან, ნახე, ამაზე წინ აღარ წახვიდეთ ხოლმე არავითარ შემთხვევაში. აუცილებლად აი აქ უნდა ჩაუხვიოთ, ხო? ველოდები. აუცილებლად აქ სარკეშიც გავხედოთ, რომ მანქანამ არ ჩამოგვიჭრას ხოლმე გზა და ესე მარტივად არ შემოვიდეს. აქ დაღმართია და 50-იანი გზა გვაქვს, ამიტომ ყურადღებით იყავი, რომ სიჩქარეს არ გადავაჭარბოთ. ესე ამდენი მანქანა თუ დაგემთხვევა, აქ ნახე წინ დაბრკოლებას თუ ვერ ხედავ, ზოლის შეცვლა შეიძლება რომ მარჯვენა ზოლში გადავიდეთ, მაგრამ თუ ამ ზოლშიც დარჩები არ იქნება პრობლემა. თან ნახე უკვე მანქანები იქიდანვე მორბიან და ფიზიკურად ვერ გადავალ მარჯვენა ზოლში, ამიტომ თავს აღარ ავიტკიებ და დავრჩები მარცხენა ზოლში ვაგრძელებ მოძრაობას. თან ერთი ფაქტორიც არის, მე-6 მარშრუტზე აქ მალევე გეუბნება მოსახვევი მარცხნივ და მალე მარჯვნივ აი გუხოს, ხო, წინ რო ჩასახვევი არის და ისევ ახლდა რო აღარ მომიწიოს გადმოსვლა, დავრჩები აქ მარცხენა ზოლში. არ იქნება პრობლემა, რა თქმა უნდა, ვიცი წესი, რომ თუ თავისუფალია ორზოლიანი გზა, უნდა ვიმოძრავოთ მარჯვენა ზოლში, მაგრამ წინ მალევე იწყება დაბრკოლებები, ხო, პირველი 30-იანი, ამას მივაქციოთ ყურადღება, აუცილებლად 30-ით უნდა გავიაროთ. ამ გზაჯვარედინზე გავიხედოთ, გამოვიხედოთ, ზებრას მივაქციოთ ყურადღება და გავიაროთ, ესე დაახლოებით 24-ით გავიარე ახლა მე ამ მომენტისთვის. სულ გვაქვს 3-30-იანი თბილისის ქუჩაზე და ძალიან ყურადღებით ვიყოთ, ხო, ერთი მარშრუტი მე-6-ე იქ წავიდო და ესე იგი 5 მარშრუტი ესე მოდის. ამიტომ ზედმიწევნით კარგად უნდა ვიცოდეთ ეს გზა. ერთი 30-იანი გამოვიარეთ, ნახე მეორე 30-იანს შორიდანვე ვხედავთ, ამიტომ შორიდანვე დავიწყებ შენელებას, ზუსტად იქ რო არ მომიწიოს დამოხრუჭება, აი ესე შევამცირე სიჩქარე 29-მდე, მივედი 29-მდე აქ, გავიხედე გზაჯვარედინზე, გამოვიხედე, ნახე ეს ამაღლებულ ზებრამდე 20-მდე კიდე შევანელე, ნუ ესენი არ არიან ქვეითები და გადმოვიარე. ყოველთვის გახსოვდეს, ხო, აი პირველი ბუგაროკის მერე არავითარ შემთხვევაში სიჩქარეს არ მოუმატოთ. დაახლოებით ნახე 30 ანუ მეტი არ ახვიდეთ, რადგან
მესამე 30-იანი აი აქ ბუჩქებში იმალება. ეხლაც ნახე საერთოდ გაზი არ დამიდგა თითქმის ფეხი და 32-მდე ავიდა სიჩქარე. აი ესე შევანელე 26-მდე. ამ გზაჯვარედინზეც გავიხედე, გამოვიხედე, აქაც მეორე ამაღლებული ზებრა მაქვს 20-მდე შევანელე სიჩქარე და გადავედი ესე შენელებული. შეზღუდვები და ამაღლებული ზებრები აქ თბილისის ქუჩაზე მეტი აღარ გვაქვს, თუმცა არანაკლებ დატვირთული გზაჯვარედინი გვაქვს წინ და ზებრაც, იმიტომ რომ აქვე აქვს ზებრასთან მაღაზია და ბევრი ხალხი აქ უფრო დგას ხოლმე. აქაც შევანელე უბრალოდ, გავიხედე, გამოვიხედე ზებრასაც, მივაქციე ყურადღება და გავიარე. 300 მეტრში მოსახვევი მარცხნივა, ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ ხუთივე მარშრუტზე, ხო, პირველი, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მერვე მარშრუტები ამ გზას გადიან ზუსტად. ახლა ეს რას აკეთებს? ჩემ ზოლში არ არის შემოსული, დამინახა რახანს გააჩერა და მეც გავიარე. თუ ჩემ ზოლში იქნებოდა შემოსული, ჯობდა ადრევე გაგვეჩერებინა, გაგვეტარა და მერე გაგვეგრძელებინა გზა. მალე მოსახვევი მარცხნივ გეტყვის, აქ აუცილებლად გაითვალისწინე, რომ აი აქ უნდა შემოვიდეთ. ხრით გავიხედოთ მარჯვნივ, აუცილებლად იქით არ შეხვიდეთ, ხო, ის არის დასაბრუნებელი ზოლი. აქ უნდა შემოვიდეთ და მარცხენა ზოლში უნდა შემოვიდეთ ეგრევე. აქ თუ კომპიუტერი გვეტყვის 300 მეტრში მოსახვევი წრიულთან მარჯვნივ, ესე იგი მეხუთე, მეშვიდე ან მერვე მარშრუტზე ვართ. შესაბამისად, ბოლო დაბკოლებასთან გადავდივართ მარჯვნივ და წავალთ ძვერუსთავში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პირველ მარშრუტს გავდივართ და ამ ზოლში დავრჩებით, კომპიუტერი გვეტყოდა ამ შემთხვევაში წრიულთან მოსახვევი მარცხნივ და პირდაპირო. ჩებით მარცხენა ზოლში და ველოდებით ახალ მითითებას. ესე გამოვიდოდით ზუსტად პირველზე და მესამე მარშრუტიც ანალოგიურია. ხო, მალეზე ჩავრთავთ მარცხენა წინწიმას, აქედანვე გავხედავთ ავტობუსის ზოლს, სანამ ზებრაზე გადავალთ. არ არის ავტობუსი, ამიტომ გადმოვიარე ზებრა ფრთხილად, ოდნავ მოვიწიე მარცხენა მხარეს, ნახე, აქედან რომ მანქანა აღარ ჩაგვიდგეს. აქ კიდევ ვიხედებით კარგად მხრით, აუცილებლად მხოლოდ იქიდან მომავალ მანქანებს არ დააკვირდეთ. ნახე, წრიულიდან გამოსულ მანქანასაც დავაკვირდეთ ხოლმე კარგად. ნახე, ახლა წასვლა მინდოდა, მაგრამ უცებ გამოვარდა წრიულიდან, ანუ წრიულიდან უკვე გამოსულს ხედავ და ძალიან ახლოს არის, ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით ამ შემთხვევაში. იმას შორიდანვე ხედავ, დააფიქსირებთ, მაგრამ აი ეს ძალიან ისეთია რა, მალე ვინც სწრაფად მოძრაობს, შეიძლება უცებ გამოვარდეს და ძალიან ყურადღებით იყავით ხოლმე. ნუ არავითარ შემთხვევაში თან რა თქმა უნდა სამკუთხედები არ უნდა გადავკვეთოთ თუ მანქანებს ხედავთ. აი ესე ველოდებით, იქ წრიულზეც არავინ არ არის, გადმოვედით. აქაც შემდეგი სამკუთხედები გვხდება, როგორც კი დაიფარება, გავაჩერებ რო არ გადავკვეთო, გავხედავ ესე მყრით. აქ ძირითადად ნახე მეორე ზოლი, ჩვენ არ გვეხება ნახე, მეორე ზოლში გააგრძელებდა ჩვენ, მაგრამ ჯობია ორივეს დაუთმოთ ხოლმე რა გზა. ამ ორმოს ნახე მარჯვნიდან ააცილეთ ხოლმე, არ გინდათ მარცხნიდან ვანაცილება და ეგრევე შემოვიდეთ მესამე ზოლში ხოლმე. ხო, რატო უნდა დაველოდოთ ორივეს? ხშირ შემთხვევაში ბოლო მომენტში რთავენ ხოლმე მარცხენა წინწიმას და ბოლო მომენტში იწყებენ ხოლმე მაგ წრიულზე შემოსვლას და აი ზუსტად ეგეთმა მანქანამ რო არ ჩაგჭრას, ვეცადოთ რომ ნუ ის ქვეითი ნახე, არ არის ზებრაზე, ამიტომ ვაგრძელებ მოძრაობას ესე ნელა დაფრთხილად. ამ სამზოლიან გზაზე, რა თქმა უნდა, მესამე ზოლში ვიცით რომ მოძრაობა არ შეიძლება, მაგრამ ამ კონკრეტულ სამზოლიან გზაზე დავრჩეთ ხოლმე მესამე ზოლში. მანქანები თუ დაგვემთხვევა, ფიზიკურად ვერ გადავალთ ვერანაირად შუა ზოლში, ხო? თან უწყვეტი ზოლი გვაქვს, ზებრა გვაქვს და ძალიან რთული იქნება გადასვლა. თავისუფალ გზაზე თუ დავრჩებით მესამე ზოლში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეიძლება მსუბუქი გაფრთხილება დაგვეწეროს, თუმცა დამიჯერეთ მსუბუქი გაფრთხილების დაწერა ჯობია, ვიდრე იქ მეორე ზოლში გადახვიდეთ და აი წინ იქ პირველ ზოლში მოგიწიოს მერე შესვლა. ძალიან საშინელი პირველი ზოლია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აი პირველ ზოლში არ შევიდეთ. დავრჩეთ აქ მესამე ზოლში და აქედანვე ნახე, მეორე ზოლში სრულიად უსაფრთხოდ შევალ. ეს მანქანები აქ ვინც დგას, რო ჯდებიან ფიზიკურად გზას ვერ ხედავენ, ნუ ზებრასთან გავიხედებით, გამოვიხედებით. აქ გაყოფილი ზებრა იმას ნახე, ცოტა ახლოს რო ყოფილიყო დაუთმობდი გზას, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან პატარათია გაყოფილი, მიხვდით? ბევრი უთმობს ხოლმე და თუ გინდა დაუთმეთ, მაგრამ იდეაში კანონით გაყოფილია ეგ ზებრა, ხო? ჯებირით არის გაყოფილი, შუაშიც წყვეტა აქ ზებრას. ამიტომ ძალიან იქით რო იქნება არ ვართ ვალდებულები, მაგრამ ნუ ბევრი უთმობს, თუ გინდა თქვენც დაუთმეთ ხოლმე, არ იქნება მაგაზე პრობლემა. ხო, რას გეუბნებოდით, ხო? აი მეგობრობის ქუჩაზე თუ მარცხენა ზოლით ვიმოძრავეთ, სულ ძალიან კარგი იქნება და რატო? აი ესე არიან სულ გაჩერებულები ცხვირით შიგნით, ხო, მანქანები. ზღოლი რო ჯდება მანქანაში, ვერაფერს ვერ ხედავს გზაზე, მით უმეტეს პირველ ზოლის მანქანას საერთოდ ვერ ხედავს. ჯერ ძრავს მანქანას, ცოტათი გამოდის და მხოლოდ მერე ჩნდება გზა.
ამიტომ იმის ბრალი არ იქნება ძალიანაც რომ თუ გადმოგიხდება ზოლში. ამიტომ უბრალოდ ვეცადოთ რომ საერთოდ არ გავეკაროთ პირველ ზოლს. ამ ზებრაზე ყურადღებით გავიხედოთ, გამოვიხედოთ და გავაგრძელოთ მოძრაობა. ხო, ნახე ამ შემთხვევაში რა ხდება? ხო, აქ უკვე შეგვიძლია ჩვენ მარჯვენა ზოლში გადავიდეთ, ან შეგვიძლია ამ ზოლში დავჭერთ და აქედან მესამე ზოლში გავიდეთ. თუ მარჯვნივ გადავალთ, აუცილებლად შუა ზოლში უნდა შევიდეთ. ეს არის ძალიან ინდივიდუალური და მოსწავლეებს სხვადასხვანაირად ვასწავლი ხოლმე, გააჩნია მოსწავლეს, ხო? წინ აქ უბრალოდ ის არის სირთულე გადასვლისას, აი ახლა მარშრუტკა წინ მიმყვებოდა და ხშირადად შერემე ხოლმე აქ მარშრუტკები. ამიტომ ხო, აქ რა არის სირთულე? აქ თუ გადავედით მესამე ზოლში, მე იქ მესამე ზოლიდან მოგვიწევს უკვე შუა ზოლში გადასვლა აუცილებლად. ამიტომ ყველა მოსწავლეს თავისებურად ვასწავლი ხოლმე. ისე იდეაში ორივე შეგვიძლია, თუ გვინდა დავრჩეთ ამ ზოლში, თუ გვინდა გადავიდეთ მეორე ზოლში, ორივე სწორი იქნება. უბრალოდ იქიდან შუა ზოლში შეხვალ, ხოლო მარცხენა ზოლიდან მესამე ზოლში შევალ და შემდეგ გადავარ უკვე შუა ზოლში. ესე მწვანეზე კიდე გავიხედები, გამოვიხედები ზებრაზე, არავინ არ იყოს დარჩენილი, ვინმე თუ არის დარჩენილი, მანამდე თუა შემოსული, აუცილებლად ვაცდით, დავასრულებინებ მოძრაობას და მხოლოდ მერე ვაგრძელებ მე მოძრაობას. ესე შევანელებ, ქვეითები არიან ზებრაზე. აი იქ ნახე რა არის სირთულე, რამდენი მანქანა მოვადგა ახლა მეორე ზოლს. არა და მე უკვე მეორე ზოლში უნდა ვიწყებდე ამ ზებრის მერე გადასვლას. ამიტომ არა ინდივიდუალური, ვინცაც მაინც ისწრაფეს და იმიშიში არ აქვს, ესე გამომყავს ხოლმე, ნახე, ცოტა მოუმატე, გავიხედე, გამოვხედე. პანჯარაშიც მხრით გავიხედე, დაფარულ ზონას შევხედე, არავინ არ მიდგა და ესე უსაფრთხოდ გადმოვიდე შუა ზოლში. წინ წითელი მაქვს, ამიტომ შორიდანვე ვიწყებ შენელებას. სამოხრუჭე მანძილი აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა მანქანასთან, სამოხრუჭე მანძილი ვიცით ხო, რომ ნახე საბურავები პატარაზე რო ჩანდეს რა, საბურავით ნახე ასფალტს რო ეხება წინა მანქანა, მაგ შეხების ადგილს როგორც კი დავმალავთ, გავაჩეროთ ხოლმე. ნუ პლუს მინუს წინ და უკან გვაქვს საშუალება ესე ზუსტად არავინ გაგვიზომავს. აქ მწვანეა ინტო, ამათმა ვერ შემოასწრეთ შემოსვლა, ამიტომ ნახე ფრთხილად ვაგრძელებ მოძრაობას, არ დაუთმე მე არავითარ შემთხვევაში ახლა იმათ. უნდოდათ, მაგრამ ნუ არ არის, თუ შემოვიდოდნენ და უკვე პირველ ზოლში იქნებოდნენ შემოსულები და ჩემ ზოლს უახლოვდებოდნენ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში დაუთმობდი, ხო? აქ რა არის მთავარი წესი, რომ ქვეითი არავითარ შემთხვევაში ჩვენ ზოლში არ უნდა აღმოჩნდეს, ხო? ამ შემთხვევაში მწვანე რომ მქონდა ჩათვალე, რომ ზებრა აღარ იყო იქ, ხო? როგორც აქ მოიქცეოდი ქვეითთან, ზუსტად ისე მოვიქეცი მეც, არ იყო ჩემ ზოლში, ვერ შემოვიდოდნენ ჩემ ზოლში და გავაგრძელე მოძრაობა. ნუ ეგ უნდა გავთვალოთ რა, სხვა გზა არა გვაქვს, რომელი ახერხებს შენ ზოლში შემოსვლას, რომ ისე ვალდებულები არ ვიყავით, მანდ რო დაგვეთმო პირიქით ჩავიჭრებოდეთ. აქ წრიულთან პირდაპირ ვიმოძრაოთო კომპიუტერი გვეუბნება, ამიტომ ნახე ზუსტად მეორე ზოლით ოდნავ გამოვიწიე და ისევ შევიწიე მეორე ზოლში დავბრუნდი. ნუ ამ ზებრაზე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, აქედან ქვეითები არიან, ეს გამოვატარე, ის უკვე ახლოს არის, ნახე, ესეც გაყოფილი ზებრა არის. ძალიან იქით თუ იქნებიან, არ გვინდა დათმობა, მაგრამ უკვე აქეთ მოსულზე უნდა დაუთმოთ ხოლმე, ის ქვეითი არ გადმოდის, ყურადღებით გავაყოლე თვალი და გავაგრძელე მოძრაობა. ავტობანამდე მოკლედ მეორე ზოლით მოძრაობ, ხო? არსად აღარ მიწევს აქ გადმოსვლა. ხოლო წინ გზაზე მეოთხე მარშრუტიზე როცა მოძრაობ, მათ გეუბნება წრიულთან მარცხნივ და მაგასაც მერე გავლით. სხვა შემთხვევაში ამ გზაზე მოდის პირველი, მეორე და მესამე მარშრუტები. ზუსტად ქალაქის ძირითადი გასასვლელიდან გადის ავტობანზე და ავტობანამდე მეორე ზოლით მოძრაობთ. ნუ ის ზებრა რო იყო, ნახე, მოაჯირებით გაყოფილი ესე, წვრილი ზებრა რო იყო. ძალიან ვიწრო ზებრა არის. მანდ უბრალოდ იცი, ანუ გაყოფილი არის ზებრა და გაყოფილ ზებრაზე რა თქმა უნდა იქით რომ მოძრაობთ, ჩვენ არ გვეხება, ნუ წესი ეგრე არის, მაგრამ იმდენად პატარა არის, რომ გასწრებენ. აი, თუ შემოგასწრო და ფეხით დაგიბიჯა, უკვე მაგ შემთხვევაში ჩავიჭრებით, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ხოლმე, ხო, თუ მიხვდებით რომ გვასწრებენ და შემოვლენ, გაუჩეროთ ხოლმე. თუ ძალიან იქითკენ არიან, შეგვიძლია ნელა დაფრთხილა გავაგრძელოთ ხოლმე მოძრაობა. აქაც ნახე, ოდნავ მარჯვნივ გამოვიწია, მე ესევ შემოვედი
მეორე ზოლში აუცილებლად სარკეები კარგად ვაკონტროლოთ ხომ ამ დროს გადმოწევის და შემოსვლის დროს ხომ რომ ბევრი არიცავენ მაგას და პირდაპირ მომოდიან და ნუ ახლოს რო არ მივიდეთ ხოლმე წინ გვაქვს უკვე ორმაგი შუქნიშანი ეს ორმაგი შუქნიშანი რა არის ხო ზუსტად ერთნაირად ინთება მწვანეც და წითელიც უბრალოდ დაბლა არის ორი სტოპხაზია დახაზული ერთზე თუ გავასწრებთ მეორეზე აუცილებლად უნდა გავჩერდეთ სამოხრუჭე მანძილი არასდროს არ დავარღვიოთ ხოლმე ველოდებით ახლა წითელს ზებრებთან ყოველთვის ვეცადოთ ხოლმე თუ შორიდან ვხედავთ მაქსიმალურად ვიფრთხილოთ ნელა მივიდეთ უბრალოდ როგორც კი დავინახავთ რომ ყველაფერი უსაფრთხოდ არის მერე უკვე აღარ გვინდა ხო ნელა სიარული ძალიან და ის ვანახოთ რომ გამბედაობა ცოტა დავანახოთ რომ სწრაფადად შეგვიძლია სიარულის სწრაფი აჩქარება წვანი აინთო გავაგრძელე მოძრაობა ესე გაბედულად 50-იანი გზა გვაქვს აქ 50-მდე 45-მდე არანაირად არ გვჭირდება ჩვენ რო ავიდეთ მაგრამ ნუ მივყვეთ მოძრაობას დიდ დისტანციას ვიჭერ სრულიად უსაფრთხოდ ვარ ეხლა ამ მომენტში ხო აქედან მიახლოვდება მანქანა ყურადღებით ვარ ამ შემთხვევაში ნახე ამ წრიულთან უკვე გვეუბნება პირდაპირ და მარჯვნივ მოძრავეთო და ეგ რას ნიშნავს ხო არავითარ შემთხვევაში ან მარჯვნივ არ წავიდეთ არ რაღაცა ხო ყველა გზა აქედან სამივე მარშრუტი გავდივართ ავტობანზე აქ ნახე ქვეითები უკვე შუაში არიან შემოსულები ამიტომ დაუთმობ სტოპ ხაზი თუ გვაქვს სტოპ ხაზამდე ვაჭერებთ თუ არა ზებრის დასაწყისი რო დაგვემალება კიდე გავიხედები გამოვიხედები და გავაგრძელებთ მოძრაობას წრიულთან იმოძრავეთ პირდაპირ და მარჯვნივ გვეუბნება კომპიუტერი ზუსტად აქაც ესე ნახე მეორე ზოლით გამოვუყვები წინ იქ რკინის გადასასვლელია იქ შევანელოთ აქაც 20-მდე როგორც ბუგაროგზე ხო ხრით გავიხედოთ ესე უკნიდან ნახე იქიდანაც გზა მოდის ოდნავ მარჯვნივ წამოვიღოთ საჭა ნახე აქ წყვეტილები მალევე ჩანს და აი წყვეტილს როგორც კი გადმოცდებით გაჩერდით მეტი აღარ გადახვიდეთ მარჯვენა მხარეს აქ უწყვეტი არ ჩანს მაგრამ ძალიან ახლოსივე არის და არავითარ შემთხვევაში ნახე ეხლა ნელ-ნელა გამოჩნდება არავითარ შემთხვევაში რო არ გადავკვეთოთ აი ეს წყვეტილი ეს გზაც 50-იანი გზა არის კი უკვე ქალაქარეთ გამოვედით მაგრამ 50-იანი გზა არის ესეც ამიტომ ვეცადოთ რომ სიჩქარეს არ გადავაჭარბოთ როგორც ვიცით თუ გადავაჭარბებთ სიჩქარეს ერთი სუბუქი შეცდომა დაგვეწერება თუ 100 მეტრა გავივლეთ ხო გადაჭარბებული სიჩქარით უკვე მძიმე შეცდომათ ითვლება და ჩავიჭრებით აი აქ ფიშკებთან უკვე ჩაურთავ მარცხენა ციმციმას გავიხედები გავხედავ მხრითაც დაფარულ ზონას და გადმოვალ მარცხენა ზოლში უკიდურესში რომ შემდეგ უკვე ავტობანს შეუერთდე ხო ავტობანში გადასვლა როგორ ხდება აი აქედან პირველი მეორე მესამე მარშრუტიდან გადასვლა ოდნავ უფრო რთული არის ხო ვიდრე სხვა დანარჩენ მარშრუტებთან შედარებით მე უკვე აჩქარებული მაქვს მანქანა აქ 60-ზე ზემოთ თან ვიყურები უკან რომ მანქანებმა ნახე უკან უკვე მიახლოვდება მანქანა ამიტომ მეც ავაჩქარე რომ ზუსტად აი ეგ მომიწიოს გადასვლა გავხედე კიდევ ერთხელ გავხედე მხრიდაც და ნახე წყვეტილზე გადმოვედი აუცილებლად ამ უწყვეტ ზოლამდე უნდა გადმოვიდეთ ხოლმე ზუსტად 70 კმ/სთ-ით გადმოვედი უსაფრთხოდ ნახე ტორმოზის ხმარება არ შეიძლება ავტობანზე ამ მანქანას შევხედე ხლა რას აპირებდა ხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ტორმოზის ხმარება აი ხლა ეგ მანქანა თუ გადმომიჭრიდა გზას და შემაფერხებდა ავარიის თავის აცილების მიზნით შეიძლება ისიც ძალიან ყურადღებით რო ვიხმაროთ მუხრუჭი უკან გავიხედოთ აუცილებლად და მხოლოდ მერე ვიხმაროთ ხოლმე ხო მუხრუჭი თუ ავტობანზე ვიხმართ სუბუქი შეცდომა დაგვეწერება ხოლო თუ უკან მანქანა მოგყვება და შევაფერხებთ და ისე ვიხმართ აუცილებლად ჩავიჭრებით აქ 300 მეტრში მოსახვევი მარჯვნივ გვეუბნება კომპიუტერი აქ უკვე აღარ გვინდა სიჩქარის მომატება იმიტომ რომ ნახე 8 მარშრუტი აი ამ გზას გადის და აქ იყავით ძალიან ყურადღებით ცოტა იგვიანებს კომპიუტერი აქ მალე მოსახვევი მარჯვნივ და ამიტომ ნახე აი ეგ ფიშკებთან და ნიშანთან ჩვენ თვითონვე ჩავდოთ მარჯვენა ციმციმა იმ გზას გავხედოთ მხრით აი გვეუბნება მალე მოსახვევი მარჯვნივ კიდე გამოვიხედოთ სარკეში გავიხედები კარგად და ესენელა გადმოვდივარ და მხოლოდ დაექვხმარობ მუხრუჭს შევანელებთ
რომ შემოვალთ უკვე გაუთიშავთ სიმციმას. აქ ვეცადოთ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს უწყვეტი ზოლები არ გადავკვეთოთ, ხო? აი, გარეზოლ უფრო მივაქციოთ ყურადღება გარეზოლთან ახლოს ვიაროთ. ნუ ისეც არა, რომ გადავკვეთოთ, მაგრამ უფრო ყურადღება გარეზოლთან. და ძალიანაც არ იჩქაროთ, ნელა ამოვიდეთ აქ. წინ უკვე ეს სტოპ ნიშანი გვაქვს. აქ აუცილებლად ჩავურდოთ მარცხენა სიმციმა, კარგად ვიყურებით გზაზე. 3 წამი სრულად გავანულებთ მანქანას. აქ კარგად დაელოდეთ, ხოლმე ძალიან სწრაფად მოძრაობენ მანქანები და ის ძალიან შორს თუ არ არის მანქანა, ისი არ გახვიდეთ ხოლმე. როცა არავინ აღარ იქნება, გამოვიდეთ გზაზე და დავიწყოთ ეგრევე აჩქარება, ხო? რადგან 70-იანი გზა არის, სწრაფად მოძრაობენ მანქანები და ჩვენც სწრაფად უნდა ავაჩქაროთ. დაახლოებით 60-65-მდე ავაჩქაროთ. ესე გავაგრძელოთ მოძრაობა იქამდე, სანამ აი 50-იან შეზღუდვას არ დავინახავთ. როგორც კი დავინახავთ 50-იან შეზღუდვას, დავიწყოთ ნელ-ნელა შენელება. აი ახლა ზუსტად მე მაქვს სიჩქარე 47. აქ ვეცადოთ ხოლმე რომ ძალიან არ შევანელოთ, უკნიდან ბევრი მანქანა თუ მოგვადგება, ყველა იმ ამაჩქარებელში დაიწყებს გასწრება. შეიძლება უკანა მანქანამ შეგვამჩნიოს, რომ საგამოცდო გვაქვს, დაგვინდოს, არ გაგვასწროს, მაგრამ იმის უკანამ შეიძლება ვერ დაგინახოს კიდე და გაგასწრებენ ძალიან ნელა რომ იმოძრაო. ამიტომ ვეცადოთ რომ სადღაც 45-ის ზემოთ ვიმოძრაოთ. აქ ჩავურდოთ მარცხენა სიმციმა, გავხედოთ სარკეში, ეს მანქანა ნახე, დაველოდები რახანს მომიახლოვ და არ ვიწყებ აჩქარებას არავითარ შემთხვევაში. აი ახლა დავიწყებ აჩქარებას, გავიხედები, გავხედავ დაფარულ ზონას და ესე ნელა უკვე 60-ზე ზემოთ სიჩქარით გადმოვდივართ, უერთდებით ავტობანს. პირველი მეორე მარშრუტის შემთხვევაში ისევ ქალაქში უნდა დაგვაბრუნოს, ამიტომ მალევე გვეუბნება მოსახვევი 500 მეტრში მარჯვნივო, მერე 300 მეტრში მარჯვნივო. მოძრაობთ ესე, არსად აუცილებელი იგივე წესებს ვიცავთ, 60-ზე ქვემოთ არ ჩამოყავს მანქანა და არც მუხრუც არ ხმარობთ. მხოლოდ და მხოლოდ ავარიის აცილების მიზნით. აქ არ შევდივართ მარჯვნივ, აი ეს უწყვეტი რომ დამთავრდება და ნახე, ახალი ის რომ გაჩნდება, აქ უნდა ჩაურთო მარჯვენა სიმციმა, გაიხედო, გახედო უკან, ამ შემთხვევაში ახლა ნახე, ხელს მიშლიან, სხვა გზა არ მაქვს, ოდნავ შევანელე და გადმოვედი აქეთ. წესით არ შეიძლება ესე, მაგრამ ამ დროს სხვა გზა აღარ მქონდა, ხო? და ძალიან ნელა უნდა შევანელო, უკანაც უნდა გაიხედო ხოლმე მაგ დროს რომ უკან მომავალ მანქანას არ შეუშალოთ ხელი. ვაგრძელებთ ამ ზოლში მოძრაობას. ეს 70-იანი გზა არის, ამიტომ ძალიან შენელებაც არ გვინდა. მხოლოდ აი ამას რო გავწდებით ამ ნიშნას, აქ ჩავურდოთ ისევ მარჯვენა სიმციმა, გავიხედოთ სარკეში, გავხედოთ დაფარულ ზონას და ფრთხილად გადმოვიდეთ მარჯვენა ზოლში. 4-ვე საბურავით რო გადმოვალთ, მხოლოდ მე ვთიშავთ სიმციმას. ვაგრძელებთ პირველ ზოლში მოძრაობას და ველოდები ახალ მითითებას უნდა მითხრას წრიულთან 300 მეტრში მოსახვევი მარცხნივ და მარცხნივო. აი მაგას როცა მეტყვის, უკვე შემიძლია ისევ მარცხენა ზოლი დავიკავო. დაახლოებით აქ გვეუბნება წრიულთან მოსახვევი მარცხნივ და ისევ მარცხნივ. ამიტომ ვიყურები ახლა უკან რომ გავითავისუფლო ზოლი და მერე გადავიდე. უკვე ნახე გამითავისუფლდა ზოლი, ამიტომ აქ ჩავრდე მარცხენა სიმციმა, გავიხედე კარგად სარკეში, დავხედე დაფარულ ზონასაც ხრით და გადმოვედი ესე უსაფრთხოდ მარცხენა ზოლში. გავთიშე სიმციმა 4-ვე საბურავით რო გადმოვალ და ველოდები ახალ მითითებას უკვე მალე მოსახვევი წრიულთან მარცხნივ და მარცხნივ. როგორც კი მეტყვის ჩავურთავ ახლიდან მარცხენა სიმციმას, აქ ძალიან ნელა გადავდივართ ამ რკინებზე. აქედან რა თქმა უნდა ჩვენი გზა და მივდივართ ფრთხილად. აქ ფრთხილად ვუხვევთ, რომ არაფერი, არც ერთი უწყვეტი ზოლი არ გადავკვეთოთ და ესე ვიყურებით იქით გზაზე მხრით, არავინ არ მოდის, ამიტომ არავითარ შემთხვევაში აქაც უწყვეტი არ უნდა გადავკვეთოთ და ეგრევე ავიდეთ ისევ ხიდზე. აქ თუ მარცხენა სიმციმას გამოიყენებთ, არც ეგ არ იქნება პრობლემა და რომც არ გამოიყენოთ, არც ეგ არ იქნება შეცდომა. ეგრევე შემოვიდეთ, დავარტყათ კრუგი და ისევ დავბრუნდეთ ხიდზე. ამ ხიდზე მოძრაობაც 50-იანია ეს ხიდიც, როგორც გასასვლელი, აქაც 50-მდე შეგვიძლია ვიმოძრაოთ. მოკლედ სიჩქარეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხო? უაზროდ სუბუქი გაფრთხილებები არ გჭირდება, რომ დავაგროვოთ. ხო, რასიც საჭიროა იმაში გამოვიყენოთ ის გაფრთხილებები, ჯობია, ვიდრე არავინ არ გვაჩქარებს გამოცდაზე.
სრულიად მშვიდად და წყნარად უნდა ვიმოძრავოთ. აქაც ანალოგიური, აქ შეგიძლია შევანელოთ ძალიან 40-მდე შეგვიძლია შევანელოთ 30-მდე, რა მთავარია, როგორც აგაქვთ, ანუ ათვისებული იმის და მიხედვით მთავარია არ გადაკვეთო არავითარ შემთხვევაში. ხო, ეხლა ზოგს 50-დან შეუძლია აქ შემოვიდეს, ზოგი 30-დან შეიძლება ვერ შემოვიდეს ისე რომ ზოლი არ გადაკვეთოს. შესაბამისად თავარია არ გადაკვეთოთ. აქ ამაჩქარებელია ისევ მარცხენა ციმციმას ჩაურთავ, ის მანქანა ძალიან შორს ამიტომ მალევე ავაჩქარებ რომ არ დამეწიოს, 60 როგორც კი ავწდები, გამიხედები უკანას და გადმოვალ ესე ნელა. აქ გაითვალისწინე რომ 70-ს არ უნდა გადავაჭარბოთ, 70-იანი შეზღუდვა გვაქვს იქ. აქაც ტორმოს ჯერ არ ხმარობ, ნახე ეს უწყვეტი რომ ამოვა და აქ ნახე მარჯვენა შეხვევა რომ შეიძლება ჩაურთავ მარჯვენა ციმციმას, გაიხედები, ხრითაც გახედავ დაფარულ ზონას. გადმოვდივართ, გავთიშავ ციმციმას, მალე მოსახვევი მარჯვნივ რო გვეტყვის ახლიდან ჩაურთავთ და აქ აუცილებლად 29-მდე ვანელებთ სიჩქარეს. ნახე? 25-ით შემოვედი ახლა და გაზი მივახმარე უკვე შემოსვლის პერიოდში. აუცილებლად შეამცირეთ ხოლმე 29-მდე სიჩქარე და მერე თუ საჭიროა ოდნავ მიამატეთ ხოლმე ძალიან ელაც რო არ შემოხვიდეთ და რატო ნახე გარეზოლით როგორც ჩამოსვლისას გითხარით, კაია გარეზოლი, ისი აქ ნახე დაბკოლებები ხო და იქ ძალიან ახლოს რო შემოსულიყავი. ნახე აი ეს ქვეითებიც, ნახე დაბკოლებად ხო ითვლება. როგორ დადიან გზაზე ამ შემთხვევაში მე რახანს აკეთავარ უკვე აღარ ციმციმის ჩართვა აღარ მიწევს გადმოსვლა და რაღაცეები. თან მით უმეტეს საგამოცდო პერიოდში აქ მოძრაობა არის ასე თუ ისე ხო და ამდენი გადასვლა გადმოსვლისაგან რომ თავით დავიზღვიოთ, ესე გარეზოლით ვიმოძრავთ. 300 მეტრში მოსახვევი წრიულთან მარცხნივ გვეტყვის აქ უკვე მარცხნიდან პირდაპირ. როგორც კი გვეტყვის მალე მოსახვევი წრიულთან მარცხნიდან პირდაპირ ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა, ამ პატარა გამოსასვლელიდან არავის არ ვატარებთ. აქ წრიულზე ვიყურებით ესე კარგად, მანქანა რო არ იქნება, ვაგრძელებთ მოძრაობას. აქაც ვეცადოთ რომ ოდნავ ნახე გარეზოლით ავიდეთ. აქ ჩვენი გზა უნდა დაგვითმონ, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი, არ გადმოხტენ ხო გზაზე. როგორც კი აქ ამოვალთ, მარჯვენა ციმციმას ჩაურთავთ და შევალთ შიგნით ეზოში, იქ უკვე მიგვითითებს, სადაც უნდა გავაჩეროთ მანქანა, მივიყვანთ, სადაც მიგვითითებს და მანქანას საწყის მდგომარეობაში დავაბრუნებთ და ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ხო, გავასწორეთ აუცილებლად საჭეს. გადაცემათ აკოლოს სპეში ჩავაგდებთ პარკირებაში, ამოვწევთ ხელის მუხრუჭს და მხოლოდ მერე ვთიშავთ მანქანას და ბოლოს ვიხსნით ღვეძს. მხოლოდ ახლა იქნება ჩვენი გამოცდა დასრულებული, ხო? სანამ ღვეძს არ მოვიხსნით, მაქსიმალურად ყურადღებით ვართ და მაქსიმალურად ფრთხილად მოძრაობთ. კარგად ბრძანდებოდეთ და შემდეგ მარშრუტზე შევხვდებით.